საღამომშვიდობისა, მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. დავიწყოთ დღევანდელი გაშლა და როგორც ხედავთ, მეტაფორული ბარათებით ვარ მოსული დღეს, ემოციების დასტა მინდევს აქ და სიმართლე გითხრათ, ვერ მოვიფიქრე რა საკითხზე გამეშალა და ახლა ვფიქრობ, რომ ამოვიღებ მაბ ბარათიდან ემოციების ერთ-ერთ ბარათს და ეს იქნება თქვენი ეხლანდელი ემოცია, რასაც ახლა განიცდით, როგორც გრძნობთ თავს და შემდეგ ტაროთი გავაგრძელოთ ივლისის თვეში, რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენთან. მოდი გავააქტიურებ მაბ ბარათებს. და სანამ ამოვიღებ ბარათს, გეტყვით უდიდეს მადლობას ყველას, ვინც აქტიურობთ ჩემს კომენტარებში, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, მეტაფორულ ასოციაციური ბარათებით გაშლები, ამასაც გაშლას დავარქმევ. ვინც ცდილობთ, რომ საკუთარი თავი გადაირჩინოთ, საკუთარ თავს უმკურნალოთ და ამაში ჩემი გაშლები გეხმარებათ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ამისთვის. ვინც იწონებთ ჩემს ვიდეოებს და გამოწერილი გაქვთ ჩემი გვერდი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, რომ უფრო მეტად რეზონირდეს თქვენზე ჩემი გაშლები და მე ორიენტირებული ვარ თქვენს გამოჯანსაღებაზე, ხო, ეს სიტყვა უკეთესია, გამოკეთებაზე. ძირითადად ჩემი პროფესიაც ამას მოისაზრებს, რომ ექიმები ხომ ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და ჩვენ კოუჩები, ფსიქოლოგები, ტაროლოგებიც ვზრუნავთ ადამიანის ფსიქოლოგიურ, სულიერ ჯანმრთელებაზე და რა თქმა უნდა, მეც ორიენტირებული ვარ ამისკენ. კარგი, დავიწყოთ. მოდი გავააქტიურებ ბარათები და ამოვიღებ ერთ ბარათს და შემდეგ კომენტარში დამიწერეთ თქვენ თუ ამოიცანეთ თქვენი თავი, თქვენი ემოცია აი ამ ბარათში. ამოვიღოთ აბა. საინტერესოა. აი ესეთი ბარათი ამოვიდა, ასეთი ემოციით და დამიწერეთ კომენტარებში ვის რა გრძნობა გაგიჩნდათ, ვის რა ემოცია გაგიჩნდათ აი ამ გრძნობა ნაკლებად ემოცია უფრო, როდესაც ამ ბარათს უყურებთ და თუ ამოიცანით თქვენი თავი ამ ბარათში. ნახეთ აბა. გეთ დააკვირდით. კაი, ამას აქეთ გადავდებ. და გავასწორებ ერთი წუთით. დავიწყოთ გაშლა. რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ ივლისის თვეში. რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის. ჯერ ნახოთ როგორ ხართ ახლა, ხო? თავს როგორ გრძნობთ ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. თავს როგორ გრძნობთ ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. აბა ნახოთ. ხო. რა არის მეგობრებო? მეგობრებო, აი ახლა ჩემო კარგებო, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. აი. ჯერ ვიტყოდი იმას, რომ ფონი გაქვთ ზოგადად ისეთი ზეგაურკვევლობის, არ ვიცი,
ალბათ ყველა ასე არ ახართ და ვიღაცა კონკრეტულების მდგომარეობა დაიჭირეთ არომ და ვიღაცა კონკრეტულების ენერგია, ხო? რა თქმა უნდა და ვისაც ეს კონკრეტული გაშლა რეზონირდება, დამიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთია, ვფიქრობ, რომ კონკრეტული. ხართ ძალიან გაურებულ მდგომარეობაში, გაურკვეველ მდგომარეობაში და ეს ყველაფერი ძალიან დიდ სტრესს გაყენებთ თქვენ, ამ წუთას ასე გრძნობთ თავს. კოშმარებში ხართ, აი რაღაცა შეიძლება ღამე კოშმარები გესიზმრებათ, ან იმდენად ბევრი ფიქრები გაწუხებთ და ისეთი შეიძლება ზღვარს გადასული ფიქრები, რაც რეალობას არ შესაბამება, უკვე ისეთ ფიქრებში ხართ გადასული და რა თქმა უნდა მარტოობაში, აი არავისთან ყოფნა არ გინდათ, მარტო ყოფნა გინდათ, მხოლოდ და ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მარტო ყოფნა გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან. ასევე სხვათა შორის ვერ ვიტყვი, რომ უმოქმედოდ ხართ, ძალიან ბევრს აკეთებთ და შრომობთ იმისთვის, რომ გამოხვიდეთ აი ამ რაღაცა არ ვიცი ვისთან რა მიჯაჭვულობა გაქვთ, ხო? ძალიან დიდი არაჯანსაღი მიჯაჭვულობა გაქვთ რაღაცის მიმართ და ან ვიღაცის მიმართ და ცდილობთ აი იბრძვით რომ გამოხვიდეთ აი ამ არაჯანსაღი მდგომარეობიდან. ეს კარგია, მომწონს რომ იბრძვით ამისთვის. კარგი, კიდევ რა მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, ვინც მიყურებთ. როგორც ვთქვი, ძალიან ბევრს აკეთებთ ამისთვის, მეგობრებო, ბევრს ერთი წუთი ეს დავალაგებ. და საკმაოდ ისე მიზანმიმართულად და ძალიან მომწონს ეს სხვათა შორის, აი რაღაცა ცდილობთ, რომ აი ყველა ძალას და ღონეს იყენებთ იმისთვის, რომ გამოხვიდეთ აი ასეთი მიჯაჭვული მდგომარეობიდან. კარგი, მშვენიერი, რაღაც თავიდან ისე დაიწყო, მაგრამ გაგრძელება კარგია, მომწონს რომ იბრძვით ამისთვის, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. კარგი, მოდი ვნახოთ აბა, ეს იყო შესავალი, ვისაც რეალურად რეზონირდება ეს გაშლა. თუმცა შეგიძლიათ უყუროთ ყველამ და შემდეგი ნაწილი რეზონირდეს თქვენზე, ესეც შესაძლებელია. კარგი, რა მოიჩქარის ივლისის თვეში თქვენთვის სასიხარულო, რა თქმა უნდა, რა მოიჩქარის, აბა ვნახოთ. საინტერესოა, ვნახოთ აბა. რა მოიჩქარის ივლისის თვეში სასიხარულო თქვენთვის. საინტერესოა. დავაყე. ხო, მე ვიტყოდი ასე. საკმაოდ კარმული პერიოდი გექნებათ ივლისის თვეში და ვინც ხართ რაიმე არჩევნის წინაშე, გააკეთებთ არჩევას.
ან გაურკვევლობაში არ დარჩებით, არჩევანს გააკეთებთ. და ეს არჩევანი იქნება საკმაოდ სტაბილური, ძლიერი, ანუ თქვენთვის იქნება ასეთი, ან თქვენ იქნებით აი ამ ენერგიებში გადახვალთ, რომ მმართველი იქნებით რაღაცის. არ ვიცი ვისთან რა სიტუაცია შემოვა, ხო? რეალურად, თუმცა აი გექნებათ რაღაცის ახალი დასაწყისი, შეიძლება ვიღაცას რაიმე კონკრეტული სიტუაციის, ვინმეს კონკრეტულ ადამიანთან. და ზოგადად ვიღაცებს ზოგადად ცხოვრების ახალი დასაწყისი, სადაც გადადიხართ აბსოლუტურად ძლიერ ენერგიებში, მმართველ ენერგიებში. თქვენს თავზე აიღებთ პასუხისმგებლობებს. აღარ შეგეშინდებათ, ეჭვები აღარ შეგაწუხებთ და გამოხვალთ რაღაცა აი სულიერად მწირე, ხო, აი ზუსტად ამ ბარათზე, პენტაკლების ხუთიანზე ზუსტად ეს შეგრძნება მიჩნდება ხოლმე, რომ სულიერად ძალიან სუსტი და დაუცველი მდგომარეობიდან გამოდიხართ და გადადიხართ ძალიან ისეთ მებრძოლ ძლიერ ენერგიებში, მეგობრებო, ძალიან სასიამოვნო ფაქტია ეს. ასევე გეტყვით, რომ ვიღაცებთან რეზონირდება ისე, რომ სამსახური შემოსავლები ძალიან სტაბილურად გექნებათ, წარმატებით იქნებით ამ საკითხში და რადგან ზუსტად შეიძლება აი ამ ფინანსების მხრივ იყავით არასტაბილურად ვიღაცები და ამის გამო გრძნობდით ძალიან ცუდად თავს და ივლისის თვე გექნებათ ძალიან მყარი ამ მხრივ. ასევე წარმატებული იქნებით კარიერაში, კარიერა ვისაც გაინტერესებთ თქვენი კარიერა, წარმატებული იქნებით აი ამ მხრივ საკმაოდ. კიდევ რა შემოდის ივლისის თვეში სასიხარულო. ძალიან მეგობრებო, აი თუ იყავით ისეთ თავიდან რაც დავიწყეთ, ხო, გაშლა რა მდგომარეობაც ასახა, ხო, ტარომ, აი ესეთ გაურკვეველ ძალიან არეულ მდგომარეობაში, ტყუილებში, ვიღაცები იყავით ტყუილების მსხვერპლი, შეიძლება. და ამის გამო ძალიან არეულები იყავით, თქვენ იმ ხელა სიძლიერეში გადადიხართ, რომ საბოლოოდ აი თქვენ გამოდიხართ გამარჯვებულები ამ ყველაფრიდან. აი ვიღაცასთან ურთიერთობაში თუ ბევრი ტყუილები იყო და ძალიან ასე ვთქვათ ტყუილების მსხვერპლი იყავით, თქვენ გამოდიხართ გამარჯვებული ამ ურთიერთობაში. ასევე შეიძლება რეზონირდეს ისეც, რომ თქვენ თუ თავს იტყუებდით ვიღაც პიროვნებებთან დაკავშირებით, ან რაღაც სიტუაციებთან დაკავშირებით, ეხლა რეალობას დაინახავთ და ეს რეალობა გაგაძლიერებთ ზუსტად. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის ივლისის თვეში თქვენთვის. ვიტყოდი, რომ საინტერესო. ვიღაცებთან პირად ურთიერთობების მხრივაც გავაჟღერებ, ზოგადი ფონიც ესეთი ამოვიდა, შეყვარებულების არკანი. პირადი ურთიერთობები იქნება ვიღაცისთვის ივლისის თვეში ძალიან აქტიური და აქტიური იმ მხრივ, რომ შეიძლება არჩევნის წინაშე დადგეს ადამიანი, უფრო ქალბატონებს ეხება, ვიტყოდი, თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ორი პიროვნება,
ორივე რაინდი სხვათა შორის. და თქვენ იქნებით არჩევნის წინაშე, მაგრამ არ გაგიჭირდებათ სხვათა შორის არჩევნის გაკეთება რატომღაც და გააკეთებთ აი როგორ არჩევანს გააკეთებთ, იცით? თქვენთვის უკეთესი რომელიც იქნება, შეიძლება გულის სხვისკენ მიგიწევდეთ, მაგრამ უფრო რაღაც გონებით დაიწყებთ ფიქრს და თქვენთვის უკეთესი რაც იქნება, იმ მხრივ გააკეთებთ არჩევანს და ძალიან მომწონს რაღაცნაირად. კარგი, აბა კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენთვის, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ ივლისის თვეში და დავასრულოთ. ადამიანი. აქაც ანუ ბოლოს თავიდან ცოტა ბევრ თემას შევეხეთ და ბოლოს მაინც ურთიერთობებით ვასრულებთ მოკლედ. ადამიანი, რომელიც იყო თქვენთან ცივ ენერგიებში, ის ბრუნდება თქვენთან. ვიღაცასთან შეიძლება იყო ყოფილი ქმარი, ან პიროვნება, რომელიც ვიღაცასთან რეზონირდება ისე, რომ პიროვნება არის რაღაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი, ესეთი, ან უბრალოდ ისეთი ცივი პიროვნება, რომელსაც არ უყვარს ემოციების გამოხატვა, ეს პიროვნება მობრძანდება თქვენთან ემოციებით, რაღაცა შემოთავაზებებით, შანსებს ითხოვს და ეს შანსები საკმაოდ ისეთი სავსე და მსუყე იქნება, სხვათა შორის ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ისეთი ელემენტარული, კარგი, დიდი შემოთავაზებებით მოდის. რა შემოთავაზებით მოდის? აბა ერთი ვნახოთ, ეს პიროვნება რა შემოთავაზებით მოდის თქვენთან. თუ იყავით მეგობრებო, აქამდე თუ იყავით ფარულ ურთიერთობაში ამ პიროვნებასთან, შემოგთავაზებთ, რომ ეხლა აღარ იყოთ. მოკლედ და შემოგთავაზებთ, რომ ერთი წუთით აი ამ ესეთი გაყინული, დეპრესიული რაღაცნაირი უმოქმედო მდგომარეობიდან ეხლა რომელშიც ხართ თქვენ ორივენი, მაგრამ ისიც ხო არის ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ის ფიქრობს, რომ რაღაცა მაინც აღდგება და აქვს ამის იმედი. იმიტომ რომ ეს რაღაცა შინაგანი ბრძოლები და რაღაც ერთი ამბები, რაც აწუხებდა აქამდე, ის ჩამცხრალი აქვს და უკვე ჯერ კი არ მოქმედებს, მაგრამ ფიქრობს უკვე მოქმედებაზე და აი შეიცვალოს ეს ყველაფერი აი ამ ბედნიერებით. და ეს გულგატეხილობა და ის რომ ერთმანეთს შანსებს არ აძლევდით, ერთმანეთს ეჯი უტებოდით და გულს უტეხავდით, ეს ყველაფერი დასრულდეს ბედნიერებით. ძალიან კარგი, მშვენიერი. ასე დავასრულებ დღევანდელ გაშლას, მეგობრებო, მეც აღარ დავამატებ. მშვიდ და ბედნიერ ღამეს გისურვებთ. ძალიან ისეთი მრავლის მომცველი გაშლა გამომივიდა, იმიტომ რომ აშკარად ბევრი პიროვნების ენერგიები დაიჭირა და ძალიან მომწონს სხვათა შორის ესეთი გაშლები. როდესაც რამე ერთ კონკრეტულ საკითხზე არ ვსაუბრობთ და ძალიან ბევრი ინფორმაცია მომდის, ძალიან მომწონს, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრ პიროვნებას შეეძლება ამ ვიდეოს ნახვა და ბევრ პიროვნებაზე რეზონირდება, ბევრ თქვენგანზე. დაგემშვიდობებით, ახლა და დროებით.